მოგესალმებით, მაყურებელს. ცხადია, დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე ამ გაგებით, როცა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა თავისი ანტიკართული და ანტიეროვნული ჩანაფიქრით მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანებს, ვინც 10 წლეულების განმავლობაში აშენებდნენ ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემას, სოციალური დაცვის გარანტიებს, შრომით უსაფრთხოების სტანდარტებს, კვებითი უსაფრთხოება, ყველაფერს საერთოდ შრომით უფლებებს იცავდნენ სხვა ადგილზე დასაქმებულ ადამიანებს, ალტერნატიული განათლების შესაძლებლობებს, შუშუმ პირთა მხარდაჭერის პროგრამები, ყველა ვინც მუშაობდა არასაჯარო უწყებებში, ანუ არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათ ეუბნებიან, თქვენ არ გაქვთ უფლება თან უკუქმედების ძალა მისცეს კანონს. ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როცა უკუქმედების ძალას აძლევენ კანონს და დღეიდან და უпроსორად აი რამდენიმე დღეში როცა მათი პრეზიდენტი ხელს მოაწერს ყაველაშვილი ამ კანონს და რა თქმა უნდა ხელს მოაწერს 8 წლის განმავლობაში ვისაც უმუშავია არაკომერციულ იურიდიულ პირში ასეთ საზოგადოებრივ ფორმაში ყველას აკრძალული ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობა, პოლიტიკური პარტიაში საქმიანობა, პოლიტიკური აქტივიზმი, პარალელურად მიიღეს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მეწარმეებს აუკრძალეს, პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაც კი, აი როცა მაგალითად აქციის პარალელურად რომელიმე კაფე გამოდიოდა და ამბობდა, რომ აი ყავა უფასო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსთაველის გამზირზე დასვოლდნენ, გაუბედურეს, ცემეს და აი იმ ღამით, იმ საღამოს რო შეისვენოს 5 წუთი შევიდეს, ესეც კი დასჯა ამის დაწესებულებაში რაღაცა ტიპის გზავნილი ქონდა გამოკრული, რომელიც პოლიტიკურ სიმპათიას გამოხატავდა. მის პოზიციას, მის სიტყვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედება და ჯერ ჯარიმდება 40,000 ლარი და შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. ეს რეპრესიული კანონი შეეხება ძალიან ბევრ პოლიტიკურ აქტორს, სახელს და გვარს და შემდეგ რაც ძალიან ძიმედ დაარტყამს პოლიტიკურ ველს, თუმცა კიდევ ერთი პარტიების თავმჯდომარეები არიან ეგეთები, ხა მე რო გადავხედე, გვარებს არ დავასახელებ, ამ დღეებში სტუმრებათაც გვეყოლებიან, გამოდის რომ პარტიების თავმჯდომარეობა კი არა, იმავე პარტიის წევრობაც კი აღარ შეუძლიათ, ასე გამოდის. არც წევრობა, როგორ წარმოუდგენია და აღსრულება, თუ წევრობა არ შეგიძლია შესაბამისად თავმჯდომარეობა არ შეგიძლია პარტიაში და ასე შემდეგ. ეს რაღაცა უმძიმესი დარტყმა მიაყენეს. ამის ახსნა არის ძალიან საინტერესო. გარდა იმისა, რომ გამიჯნონ და გაიყვანონ პოლიტიკიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ადამიანები და თავისი სახელიგვარი რენომეები, წარსული საქმეებით, პარალელურად ისინი ხელს უშლიან ახალი სახეების პოლიტიკას შემოდინებას. ახალგაზრდების პოლიტიკას შემოდინებას უშლიან ხელს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა, რაც შეიძლება გაუკეთოს ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკას. იმიტომ რომ თუ ყოველთვის არის დაკვეთა, რომ აი ახალგაზრდები უფრო მეტი ახალი სახე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, მეტი ინტერესისთვის, მეტი რაღაც სუფთა ფურცლიდან პროცესის დასაწყება და ამ დროს ივანიშვილი ამას აკეთებს და კეტავს საერთოდ განვითარების შესაძლებლობას. და რატო 8 წელი სხვათა შორის? 8 წელი არის ის აღქმა, რატო არა 10 ვთქვათ? რატო არა 15? იმიტომ რომ პაპუაშვილს მოარგეს. პაპუაშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში 25 წელი ლამის მუშაობდა გერმანულ ფონდებში. პაპუაშვილს მოარგეს, იმიტომ რომ 8 წელი არა წამოსული 8 წელი და თვეებია. და თუ პაპუაშვილი 25 წელი, 10 წელია ქართულ ოცნებაშია საჯარო სამსახური, 25 წელი თუ გერმანიის ინტერესებს ემსახურებოდა, რომელი უფრო ღირებულია 25 წელი როცა ემსახურა გერმანიის ინტერესებს, თუ 10 წელი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ამ ვითარებაში პასუხები ფიზიკურად არ არსებობს, ერთადერთი არის ის, რომ ამ რეპრესიულ პირობებშიც კი ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყველა გზა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა წინააღმდეგობა. იგივე ეხება აკრძალვის ფაქტორებს. დღეს მეხუთე თვე დამთავრდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას შეტანილი აქვს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. არის 9 თვიანი ვადა, დარჩენილია 4 თვე. 5 თვე გავიდა და ერთი სხდომა არ ჩაუნიშნავთ. ანუ ერთი სხდომა არ ჩაუნიშნავთ. რაზე შეიძლება ეს ყველაფერი მიუთითებდეს? ერთი იმაზე, რომ შიგნითაც სერიოზული პრობლემები აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში და მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უმრავლესობა ყოველთვის ეჭირა ქართულ ოცნებას, ეს იმდენად მძიმე საკითხია და იმდენად ბინძური პოლიტიკური დავალებაა, რომ სხვადასხვა დროს პოლიტიკური დავალებების შემსრულებელმა მოსამართლეებმა შეკითხვა დასვეს. მე მაქვს ამაზე ინფორმაცია, დაზუსტებით ვიცი, რომ მათ დასვეს შეკითხვა, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რა იქნება ხვალ.
ანუ ისინი ნათლად ხედავენ, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ეს იქნება უმძიმესი დამღა მათზე, რომელიც პროფესიულად და ყველანაირად გაანადგურებს მათ. არ არსებობს არანაირი აკრძალვის საფუძველი, არც იმ დევნის საფუძველი არ არსებობს, რის მიხედვითაც მათ შორის ჩემი პარტიის ლიდერებს დევნიან და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს დევნიან. გამოგონილი ბრალდებებით, სადაც ასევე ესე მიყოლებით კი არა, თვეში ერთი პროცესი ინიშნება. ეს არის ყულფი, რომელიც მოუჭირა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკას. რადგან ამ თემას შეეხეთ, თუ ახსენოთ კიდევ ერთი სავარაუდო ფაქტორი, მე მაინტერესებს თქვენ რამდენად მიიჩნევთ ამას ერთ-ერთ მიზეზად, გაჭიანურების ამ პროცესის, რომ აი ტრამპის ადმინისტრაციასთან დალაგების პერსპექტივის კუთხით მაინც ცდილობენ აი ეს დაგროვილი გადაწყვეტილებების მთელი წყება ბოლომდე არ მიიყვანონ, რომ მე სავაჭროს არაფერი არ იყოს, ასე ვთქვათ, ხო? ამ ხრივ საინტერესო არის ქართული ოცნების დელეგაციის ყოფნა ახლა ვაშინგტონში, დიდი ზარზეიმია, რამდენიმე ჩინოვნიკს შეხვდნენ, კონგრესმენის მიწვევით არიან ჩასულები, ამ კონგრესმენთან დაკავშირებით უკვე ვინმეს რამე კითხვები გაქვთ და გაინტერესებთ, ბოლო დროება შეგიძლიათ ნახოთ მატე კირვალიძის ვლოგში დეტალურად არის აღწერილი ეს ქალბატონი ვინ არის, რა კავშირები აქვს, რუსებთან რამდენად საერთო ინტერესები გამოხატა არაერთხელ და ასე შემდეგ და ანუ ლობიზმის ხაზით საიდან მოდის, იმდენად ზედაპირზედებს და ადვილად ასანახია, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ აი სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართულების დონეზე და ასე შემდეგ მაინც ეს კონტაქტები მყარდება. სუსის უფროსი ყავდათ ჩაყვანილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ და ელაპარაკდნენ, ახლა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვედრიან. თქვენი აზრით ეს პროცესი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ერთი ხელით აი ამ სრულიად თავად ავტორიტარული სახელმწიფოების იურიდიული სივრცისთვისაც კი უპრეცედენტო გადაწყვეტილებებს იღებენ, აი დღევანდელი დღე ამის მომსწრა და მეორე მხრივ ვაშინგტონში ვიღაცებს ხელი სართმევენ, ეუბნებიან, რომ სუფთაფურცლიდან დავიწყოთ. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ლობიზმი მუშაობს და ეს ლობიზმი რა არის? ბიძინა ივანიშვილი იმ ნაძარც ფულს, რომელსაც პარავს საქართველოს მოქალაქეებს, ან უცხოელ პენსიონერებს, კოლცენტრებით, ფარცხალაძეებით, ღარიბაშვილებით, კობახიძეებით, კალაძეებით და სხვებით, ამ ფულს ესე მოაქუჩებს, ნაწილი თავისთვის რჩება სადღაც ყულაბაში, ოქროზოდებად, აი კანონი მიიღეს ოქროზოდების რომ გაათავისუფლეს გადასახადად და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ოქროზოდების რაღაც უზარმაზარი მარაგი შემოვიდა ქვეყანაში. ნეტა ვისია, ხო? ან ამის პარალელურად ეს ამ ფულის ნაწილი მიდის სხვა ქვეყანაში, სხვა პოლიტიკოსთან თუ მაგალითად იურიდიული ფირმები აქვთ რაღაც გაურკვეველი, მე არ ვიცი ვერ ვუკვე, იურიდიული ფირმები, რომლებიც შემდეგ ეწევიან გვერდიდან ლობიზმს იმისთვის, რომ აი როცა ჩავა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ რაიმე ტიპის პოლიტიკური შეხვედრა გაუკეთოს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამაში უზარმაზარ ფულს ხარჯავს ივანიშვილი. ეს ამას ვერ ექნება სერიოზული გაგრძელება ამ პირობებში, მაშინ როცა სახელმწიფო დეპარტამენტის და შტატების პოზიცია სრულიად ნათლად გამოჩნდა რამდენიმე კვირის წინ. მაშინ როცა ამიერკავკასიაში ამდენი წლების განმავლობაში მოლოდინი არსებობდა, რომ უნდა ჩამოსულიყო მორიგ ჯერზე შტატებიდან რომელიმე მაღალჩინოსანი და ეს იყო ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და ვნახეთ, რომ ვიზიტი შედგა აზერბაიჯანში, ვიზიტი შედგა სომხეთში, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ივანიშვილმა დააკარგვინა საქართველოს და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა სომხეთთან. ანუ ჩვენ დავკარგეთ უპირატესობა, სომხეთმა წაიღო. წარმატებებს უსურვებს სომხეთმა, მაგრამ ჩვენ რატო უნდა დაგვეკარგა ეს ყველაფერი? როცა პირველები ვიყავით და კი ეს პირველობის ამბიცია საქართველოს როგორც სახელმწიფოს და ერს ყოველთვის სხვა ტიპის ტონუსში ამყოფებდა. და კი ამის ამბიცია ყოველთვის უნდა გქონდეს რეგიონშიც და არა მხოლოდ რეგიონში და დღეს პირიქით ვართ. უკან წავედით, უკუსulis პირობებში სომხეთმა წაიღო სტრატეგიული პარტნიორობა. ამ ვითარებაში მე არ ველოდები, რაცა სახელმწიფო დეპარტამენტის ცხადი პოზიცია ვნახე, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ და არ ჩამოსვლას ორი განმარტება აქვს. ერთი ის, რომ ეუბნები, რომ ფიზიკურად მე შენთან კომუნიკაციას არ ვაპირებ, მაგრამ არ ჩამოსვლაც არის პოლიტიკური პოზიცია.
ეს ნიშნავს, რომ ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ არის ცალსახადად ცხადი ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი, რომ პოლიტიკა არა, პირიქით ეს პოლიტიკაა ზუსტად. კი, არ ჩამოსვლა არის პოლიტიკური გზავნილია პირდაპირ. ოღონდ ინტერესის გამოხატულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ეს არის მათ შორის ერთგვარი სოლიდარობის აქტი პოლიტიკების მიმართ. ელჩის დანიშვნის პროცედურაც კი არ არის ჯერჯერობით დაწყებული და აღძრული. ჩვენ ვისაუბრეთ გარემოებებზე, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობას კიდევ უფრო მეტად ართულებს, მაგრამ ხდება ხოლმე ისე, თუ კი ქვეყანაში დემოკრატიული რესურსი არსებობს და ენერგია რაც მეტი არის დაწოლა, უფრო მეტი არის წინააღმდეგობის ძალა. ამ წინააღმდეგობის ძალის გამომყენებელი არის პოლიტიკური პარტია, ასე უნდა იყოს, ხო? ჩვენ სხვაგვარად ვერ წარმოგვიდგენია, ჩვენ ყველანი მოწადინებული ვართ, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა ამის კლასიკური მეთოდით განხორციელების საშუალებას არ იძლევა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ყალიბდება და აღარ არის სიტყვების თამაში. საკმარისია დღეს მიღებული კანონები, რომ დაიღოთ, დააკოპიროთ და ჩააგდოთ ნებისმიერ, რა ვიცი, აპლიკაციაში, რომელიც ანალიზს აკეთებს ეფექტურად და მომენტალურად, როცა კითხავთ რა არის ასე მოწყობილი ქვეყანა, რომელსაც ასეთ კანონები აქვს, დავა გაიმართება მხოლოდ იმაზე, ეს არის უკვე შემდგარი სრულყოფილი ავტორიტარიზმი თუ უკვე ტოტალიტარიზმი არის. ამ პირობებში პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მაინც აგრძელებთ მუშაობას, ნაწილი ახლა გამოვიდა ციხიდან, ნაწილი მიმართ იმ სახის დევნაა, რომ ფიზიკური უსაფრთხოება ქვეყანაში მათი არ არის გარანტირებული. პარტიათა ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა მიეცა თანამშრომლობისთვის განსხვავებული სახე. ალიანსი შექმნეს მათ, გუშინ წინ შედგა უკვე ეს, დღეს გაიმართა კიდევ პირველი შეხვედრა, ისინი საუბრობენ ერთობლივ გეგმებზე. ლელო არ არის ამ ალიანსის წევრი. განგვიმარტეთ მიზეზები თუ რატომ არ არის და როგორ აპირებთ აი ამ ალიანსთან თანამშრომლობას. პირველ რიგში ჩვენ ცალსახად ვაფასებთ ამ ყველა ტიპის ბუნებრივ და ორგანულ ერთობას პოზიტიურად და ის პარტიები, რომლებიც გაერთიანდნენ, კი მათ აქვთ ორგანული და ბუნებრივი საწყისი და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გგონია. ამაშივეა მათ შორის პასუხი, რატომ გადავწყვიტეთ ჩვენ განვითარდეთ დამოუკიდებლად. იმიტომ რომ ჩვენი ერთობა არ იქნებოდა ბუნებრივი და ორგანული. ჩვენი ამომრჩევლის გათვალისწინებით რიგი იმ საკითხების გათვალისწინებით, რომელიც განგვასხვავებს ჩვენ. მე მაგალითად ნაკლებად მესმის ერთიანობა მრავალფეროვნების შენარჩუნებით. აი ესეთი ფრაზები და პრინციპები ნაკლებად მესმის, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვამბობთ რაღაცა ტიპის სერიოზულ ერთობაზე ვსაუბრობთ, მე მგონია რომ ესეთი შეთავაზება ჩვენ გავაკეთეთ, აი სულ ახლახანს წარსულს თქვით, რომ არც პარტიული ნომრები არაფერი, თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ, აი სალომე ზურაბიშვილი ნეიტრალურ კანდიდატად, მოდი ერთიანი სია, ასე შემდეგ. ეს სხვა ტიპის მოცემულობა იყო, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული, კონკრეტულ შედეგს აყენებდა. ივანიშვილს ამარცხებდა დიდ ქალაქებში. ეს იყო მაგალითად ჩვენი შეთავაზება, რაც ცხადად გვისაუბრია. ის რომ უბრალოდ დოკუმენტს ხელს მოაწერენ კოლეგები და შემდეგ ასევე ძალიან მაღალი მოლოდინები ჩდება, შეიძლება ბევრად უფრო რისკის შემცველი იყოს. ასევე ორგანულობა, ბუნებრიობა ერთობების რამდენად შესაძლებელი იყო, ამაზე გვიმჟელია, რა თქმა უნდა, და ვერ ვხედავთ ამ შესაძლებლობას. მე იშვიათად ვლაპარაკობ ხოლმე მაგალითად ლელოს პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილებებზე ესე საჯაროდ, მაგრამ უნდა ითქვას, როცა კენჭი უყარეთ რამდენიმე სცენარს, ცალს ყველა თითოეული პოლიცსაბჭოს წევრი, არათუ წინააღმდეგობის მიზეზ თავშეკავებაც კი არ იყო. ყველა მხარე დაუჭირეთ ლელოს ძლიერი საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებას. მათ შორის ჩვენ კოალიციურ პარტიებთან საკითხი იქნა განხილული პარტიაში პოლიცსაბჭოს დონეზე. რა თქმა უნდა, განხილვაც გქონდა მრავალშრიანი განხილვა შესაბამისი ვერსიებით და ამ შემდეგ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი, ვინც არის პარტია მოქალაქეები, მათი ჩართულობით და ამ ვითარებაში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გქონია რომ არის სწორი, ბუნებრივი და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ივანიშვილს, რომ გაგვაკარგინოს ხმები. და ხმების დაკარგვის ერთ-ერთი რისკი არის მათ შორის ის, რომ თუ არ არსებობს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა ოპოზიციაშიც. ერთი, არჩევანის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს ზოგადად, ხო? ალტერნატივა უნდა ჩადეს და მეორე, ოპოზიციაშიც ამ არჩევანის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ირაკლი, მაგრამ აქ არის აი ორსაფეხურიანი თემა და პრობლემა, ხო? და ვინ რომელსაც აპრიორიტეტებს, აქ ჩდება პრობლემა
და არგუმენტები მის სასარგებლოდ. ის ხალხი, რომელიც იმ ერთი მაგიდის გარშემო დაждდა და ალიანსი შეკრა, ისინი ამბობენ, რომ არჩევნების მოპოვება სამართლიანი პირობებით მანამდე ისეთი ხარისხის ზეწოლის განხორციელება ივანიშვილზე, რომ ის იძულებული გახდება წამოვიდეს ამ ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ამას სჭირდება ერთიანობა. და ამისთვის არის ეს და მე მოქმედება, რომელზეც ჩვენ უკან არასდროს არ დაგვიხედავთ. თუ თქვენც იგივე მიზანი გააქვთ, რომ სამართლიანი გარემო მოიპოვოთ, მანამდე პოლიტპატიმრები გამოვაშვებინოთ და არჩევნები ჩატარდეს, კი ბატონო, მე კონკურენციის ფარგლებში აქ უკვე დავა პოლიტექნოლოგიურად თავიანთი ამომრჩევლის აუდიტორიის პასუხისგაცემა მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამის მიღწევა თუ არის, ეხლა ყველაზე პრობლემა და აშკარად არის. მე პირადად არ ვატრაგიკულებ იქ ვინ არის და ვინ არ არის ამას. ყველანაირი გამოცდილება დაგიგროვდათ უკვე ურთიერთობის შიგნითაც და გარეთაც და ხალხმა რო იცოდეს, მათ შორის ლელოს მხარდამჭერმა და ასევე ანტაგონისტურად არ განეწყოს იმ პარტიების მხარდამჭერები თქვენს მიმართაც. რა შეგიძლია უთხრათ პოზიტიური იმ მთავარი მიზნის მიღწევის გზაზე, რასაც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების მოპოვება ჰქვია. პირველი, ლელო ძლიერი საქართველო, ჩვენ კოალიცია აგრძელებს ბრძოლას ყველაველზე, განსაკუთრებულ მუშაობას რეგიონებში, სადაც ჩემი აზრით ოპოზიციას ჯამურად ყველას ერთად მეტად გვიჭირს, მეტი მუშაობით და აქცენტებით რეგიონებზე, საგარეველოზე ცალსახად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობთ და ამის პარალელურად არანაირი წინაღობა ყოველგვარი რაღაცა ალიანსის და ერთობის და დოკუმენტის გარშე არც წარსულში არ არსებულა. პროდასავლური ოპოზიცია საქართველოში და საქართველოს მიღმა ყოველთვის არის ერთ ხაზზე. მათ შორის ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან კომუნიკაციისთან. არასდროს ეს წინაღობა არ ყოფილა. ერთ-ერთი პრინციპი არის თავდაუსხმელობის პუნქტი, რომელიც მათთვის მათ დოკუმენტში მნიშვნელოვნად არის ასახული. თავდაუსხმელობას რაც შეეხება თვეების განმავლობაში თავს გვესხმოდა ნახევარი საქართველოს პოლიტიკური ელიტა და ჩვენი ძალიან კაფიო ჯიუტად გამეორებადი ფრაზა იყო, რომ ჩვენ ოპოზიცია არ გავხდებით. ანუ არ შევალთ ოპოზიციას კრიტიკაში და ბრალდებებსაც კი არ უპასუხობდით. იმდენად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თავდაუსხმელობა. ორქროდან ცალმხრივად გვესხმოდნენ, მაგრამ არ ვაკეთებდით. ერთობას რაც შეეხება თავის დროზე თუ შედეგზე ორიენტირებული ერთობაზე იყო საუბარი, ეს შეთავაზებები ჩვენც არაერთხელ გაგვიკეთებია, გული კი არ მწყდება იმაზე და კი არ ვამბობთ რომ რამე სხლამოცემულობა ეხა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. მხოლოდ დოკუმენტი და საერთო მაგიდის გარშემო ჯდომა კი არა, უფრო ქმედებებია საჭირო. დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური აქტორი ერთი იქნება ალიანსის სახით, მეორე ჩვენ, მესამე იქ გახარია თუნდაც და სხვები ვინც პატარა სუბიექტები არიან. გავაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს ყველგან, დედაქალაქშიც, რეგიონებშიც, საგარეო ველზეც იქნება ნაკლები კონფლიქტი და ნაკლები დაპირისპირება ოპოზიციაში შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ყველამ ჩვენ მინიმუმ ის უნდა გავაკეთოთ და წარმატება უსურვოთ ოპონენტს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცები არ მესმის, შეიძლება რაღაცებს არ ვეთანხმები, წარმატებები უსურვოთ, მაგრამ ჩვენს წარმატებაზე ინდივიდუალურად არის დამოკიდებული ამ ქვეყნის ჯამური შედეგი. იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ ბრძოლის პრინციპულ გაგრძელებაზე და ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლაზე, ჩვენ გვჭირდება თითოეული ადამიანის მხარდაჭერა. თითოეული ხმა არის გადამწყვეტი ყველა პროცესში. ქუჩაშიც მათ შორის ხმა იქცა ადამიანის და მოქალაქის გამომხატველ ერთეულად. ქუჩაშიც და მათ შორის მომავალ არჩევნებზე. ეს არის გადამწყვეტი ნაწილი. დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ერთმანეთის გარეშე ეს არ გამოვა. ამისთვის ზოგს განსხვავებული სტრატეგია გვექნება და პირიქით შეიძლება ეს იყოს უფრო მეტი ხმების მობილიზების შესაძლებლობა და ჩვენ ამის გვჯერა, რომ სწორედ ალტერნატიულობა არის მეტი ხმების მობილიზების შესაძლებლობა. ამ ქვეყანაში ამ პოლიტიკურ წარსულში ძალიან მძიმე ისტორიები არსებობს. არსებობენ სეგმენტები, რომელსაც არ მოსწონს ლელო მაგალითად. შეიძლება ერთმანეთს განიზიდავდეს, მაგრამ განიზიდავდეს. რო დაუბრუნდეთ უნდა შევავსოთ ეს ყველაფერი ალტერნატიულობით და არჩევანის შესაძლებლობით. აი და არჩევანის მოპოვების აუცილებლობის სტრატეგიის ნაწილი თუ არის ქუჩაში აქტიურობა, თუ არის ამას არ ჭირდება საერთო დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელზეც ისედაც თქვენ მიანიშნებთ, რომ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეებიც იქნებით, თქვენ ვიქნებით და ვართ მონაწილეები საპროტესტო პროცესში, საგარეო ველზეც, მათ შორის არჩევნების მოპოვების ნაწილში და რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრების თავისუფლების ნაწილში. ბოლო ფრაზას ვიტყვი, დღეს სოლიდარობას უცხადებ იმ საჯარო მოხელებს, ზოგადად საჯარო მოხელებს, რომელიც უმძიმესი წნეხის ქვეშ არიან და
აი მაგალითად ბათუმში გუშინ გაათავისუფლეს 25 საჯარო მოხელე. ანუ 28 საჯარო მოხელემ ბათუმის მერიის თანამშრომელმა ხელი მოაწერა პროევროპულ დეკლარაციას. 28 თანამშრომელმა. ორს უკან გააწევინეს საკუთარი ხელმოწერა, გადავიფიქრე რა თქმა უნდა წნეხის და ზეწოლის ფონზე. და 26-დან გუშინ 25 შტატი გაუუქმეს. საერთოდ პოზიცია გააუქმეს. ადამიანები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში მუშაობდნენ, კლასიკური პოლიტიკური დევნის და რეპრესიის მაგალითია სოლიდარობა მათ და დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ადამიანები, რომელნაც გაუძლეს ზეწოლას და პრინციპულად დაიცვეს საკუთარი ეროვნული ინტერესები, აუცილებლად აღდგებიან სამსახურებში და გააგრძელებენ ბრძოლას და შრომას კეთილსინდისიერ მომავალ ხელისუფლებასთან ერთად, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს ძალიან მალე.